განხორციელებული იყოს თქვენი დაბრუნება MasterChef-ის დიდ სამზარეულოში. დაიწყო MasterChef-ი, მე აქ ვარ, ჩემი წინ საფრით, პროფესიონალი დავით ბეგიაშვილის სტუდიაში. დღეს თქვენ გელოდებათ მორიგი გამოცდა, რომლის შედეგადაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით გამარჯვებას და სანადრელ ტიტულს. ამჯერად ბრძოლა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი დავალების მიზანი იმუნიტეტის მოპოვება იქნება. ვინც ამ დავალებას წარმატებით გაართმევს თავს, გამოტოვებს გადამწყვეტ ბრძოლას და გარანტირებულად დარჩება პროექტში კიდევ ერთი კვირა. ძალიან მომწონს აქ ყოფნა. დღეს უნდა მოვიგო, სხვა ვარიანტს არ განვიხილავ. საქართველოს ახალ MasterChef-ს უნდა კონდეს არა მარტო კრეატიული ხედვა და გემოს შეგრძნება, არამედ უმაღლესი ტექნიკური ცოდნა. დღეს სწორედ თქვენს ტექნიკას გამოვცდით. უკვე შოქში ვარ, თვალები გავაფართოვე, პირი გავაკე, მეთქი, ჰა? იმუნიტეტის მოსაპოვებლად თქვენ უნდა მოამზადოთ ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი დედა соуსი, მხოლოდ 3 ძირითადი ინგრედიენტისგან. ეს არის კვერცხის გული, კარაქი, ლიმონის სვენი, თუმცა მათი იდეალურად დაბალანსება არც თუ ისე იოლი საქმეა. განსაკუთრებით, როცა ამ соуსის მომზადება მოგიწევთ ხელით. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ ჰოლანდიური соуსი. ჰოლანდიური соуსი, რომელიც არასდროს არ მომიმზადებია და არც მიცდია. სანამ საქმეს შეუდგებით, შეფ მანუელი გაჩვენებთ თუ როგორ მზადდება კლასიკური ჰოლანდიური соуსი. ჩემზე კარგი თვალი არავის არ ექნება. მე შემიძლია შევხედო და გადმოვიტანო ზუსტად ისე როგორც აკეთებს. და მანუელ იმედია რომ ჩვენთვის ყველაზე საყვარელ соуს მოგვიმზადებთ თავისი საუზმით. მე პირადად ძალიან მიყვარს ეგ ბენედიქტი. გთხოვთ მანუელ. ვიწყებთ ჰოლანდიური соуსის მომზადებას, ყურადღებით იყავით, რათა ზედმეტევნით გაიმეოროთ. თანმიმდევრობა, წესი და რაოდენობები. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, კვერცხის გული. ვაკეთებთ 2 კვერცხის გულით. შესაბამისად, უნდა ავიღოთ დაახლოებით 140-150 გრამი კარაქი. კარაქი უნდა იყოს კარგად გაციებული. ყველაფერს ვასკრინშოტებ გონებაში, რა არის მე, რა როგორ, რა რამდენი ხანი და ვარ სრულიად კონცენტრირებული ამ ყველაფერზე. ასევე დაგჭირდება 2 კვერცხის გულზე დაახლოებით 1/2 სითხე. ეს სითხე შეიძლება იყოს წყალი, შეიძლება იყოს ღვინო. აი ამ შემთხვევაში 1/2 ესე თეთრი მშრალი ღვინო, რა თქმა უნდა. და აი აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად რომ კარგად ათვიფოთ კვერცხის გული და წყალი ან ღვინო არ ვიცი გააჩნიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სანამ მოათავსებთ ორთქლის აბაზანს. აი ხედავთ ხო უკვე თავისით შესქელდა ღვინო კვერცხის გული და ეხლა დაველოდოთ რომ წამოდუღდეს წყალი. ტემპერატურა ხალხმა უნდა იყოს 60 გრადუსი, 63 გრადუსი დაახლოებით. აქ მნიშვნელოვანია რომ კვერცხი არ შედებდეს. ამიტომ რომ დაიზღვიოთ თავი შეგიძლიათ შიგადაში გადმოდგათ და გააგზავნოთ კვეფა. აი აქედან უკვე ვიწყებთ კარაქის დამატებას. ეტაპობრივად და კარაქი უნდა შევათვიფოთ соуსს. და ეს იქნება ცხელი ემულსია მაიონეზისგან განსხვავებით. მაიონეზი ვიცით რომ არის ცივი ემულსია. გასქელდა. ეხლა რა გვინდა? ცოტა მარილი, ცოტა პილპილი, ლიმონის სვენი. ლიმონის სვენი დაამატეთ უყურთვის ბოლოში. აი ოდნავ შაქარი. ოკეი. იდეაში მზად არის, შეგვიძლია კიდე ოდნავ შევასხელოთ, თუ მაინც და მაინც. მაგრამ ეს როგორც კი შეგრილდება, ეგრევე შესქელდება. ხედავთ ხო? შეიძლება ოდნავ სქელი, მაგრამ ეს უკვე მისაღები იქნება. აი ეს კონსისტენცია, ну იდეაში აი ეს არის მისაღები. და ეხლა გავაკეთოთ კვერცხი ბენედიქტი.
დროზე გადაიღეთ, გაგვიცივდა. მაშასე ჰოლანდიური соуსი უკვე მზად არის. იმედია კარგად დააკვირდით მომზადების ტექნიკას და პროპორციებს, რადგან ეხლა თქვენ თავად უნდა შექმნათ იდეალური ჰოლანდიური соуსი. რისთვისაც გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ 10 წუთი. ნერვიულობ, რომ 10 წუთში როგორ უნდა გავაკეთო ჰოლანდიის სოსი, როცა არასდროს არ მიცდია. მზად ხართ იმუნიტეტის მოსაპოვებლად. დიახე! მაშინ ჩვენი ჭამის და თქვენი შრომის 10 წუთი ჩაირთო. წავიდა. დავჭერთ კარაკი. ერთი ძალიან მაგარი თვისება მაქვს, რომ კარგი ადაპტაციის უნარი მაქვს და ფოტოგრაფიული მეხსიერება. რაც დავინახე, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ზედმიწევნით და ზუსტად გავიმეორებ ყველაფერს. პრეზიდენტის კარაკი უკვე დავჭერი, ახლა კვერცხს გავარჩევ ცილისგან და გულისგან. 10 წუთში უნდა მოვამზადოთ соуსი, როგორც შეფ მანუელმა გვაჩვენა. შეფები რა გემრიელა ჭამენ, მეც მინდა. მანუელ დაილოცო შენი ხელები. ვიყენებ თელიანი ველის თეთრ ღვინოს. თავარია რომ ჩემი соуსი არა იქნას და იდეალური კონსისტენცია მივცე. საკმაოდ რთული დავალება არის ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის არა. ძალიან დაძაბული ვარ, არასდროს არ გამიკეთებია ეს соуსი. იმედი მაქვს, რომ ნიჭი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვარჯიშობ, ხელის კუნთები ისე დამეჭიმა, რომ დიდხანს ამის კეთება ცოტა რთულია. არც ხელები, არც ფეხები არაფერი არ მომორჩილება, ძალიან ნერვიულობ. გაემე, ჩემი კვერცხი გახტის გამოხტის და წესით გამოვა, კარგი რა ვიცი, ვნახოთ რა იქნება. ისე თვითონ კი მიირთმევენ საუზმეს და ჩვენ აქ უნდა ვიწვალოთ. ასეთია ცხოვრება. მეც მირჩევნია, რომ ბენედიქტს ჭამდე გემრიელად წინიდან, მაგრამ ხედავ როგორ იჭრება ჩემი კარაკი და აი როგორ არ მინდა. ეს თავი არ ჩაგივარდება იმაში. აბა მოარდი, წყალი არ უნდა შეეხოს. არა, ეხება. ძალიან პანიკა მაქვს. გამივიდა 10 წუთისო ეს რატომ ემართება ხოლმე? კარაქი დამავიწყდა, რომ არ გავამზადე. გარდა მთავარი პრეზიდენტის კორცი ხوار და გავი. შინემ შევ კონსტანტინე და რა გავაკეთე? აი მე კიდე რამდენი დავჭა კარაკი. Oh my god! აუ რა სამაკეთებო. რა, ურია. Yes, oh my. ურია. ერთდროულად ბევრი კარაკი არ უნდა ჩახაროთ, იმიტომ მე შესყელება ძალიან რთულია. ამიტომ არის რომ ორი ნაჭერი, მაქსიმუმ 3 ცოტა უნდა დაამოწმო. ენერგიაზე მოხვედი, ჩეფ? კი, ძალიან კარგი ბენედიქტი იყო, ხო? გადასარევი. იმედია ჩემის მოგეწონებათ. 5 წუთი გავიდა, ჩემს соуს უყურებ და გამომდის იდეალურად მიდის ყველაფერი. იდეალურად ვიწყებ უკვე ნელ-ნელა კარაკის დამატებას. ცოტა ტემპერატურას იდეალურად ვაკონტროლებ აბსოლუტურად ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევ რა და კარგი გამომივა. იმუნიტეტი მინდა. არ ვიცი ვასწრებ თუ არა. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი ჰოლანდიური კრემი გამომივა და დავიმსახურებ შეფების მოწონებას. რუსუმლანძღავენ ხოლმე. მათგან შეფ კონსტანტინე. всё. ჩემი საქმე დამთავრებულია. ზედმეტ ნელა ხوارული ისე რომ უნდა აგიჩას. არა. ალბათ, არ ვიცი. აუ, არა მეჭრება. დარჩა 2 წუთს ნახევარი და დროა უკვე დასასრულზე ვიფიქროთ. ლიმონი და შაქარი. ეხლა ლიმონს დავამატებ. და წავიდა ბოლო 2 წუთი არ გავჩერდებით. რამდენი მარილი ჩააყარე? მართლა? რამდენი მარილი ჩააყარე? იყო ბევრი, არა. იყო. დავქნა ეხლა უყურე. მერებს აკეთე, საბედრო დაგესვინა, თუ რა ხდება? თავარია არ ამეჭრა, თითქოს მზად არის უკვე ჩემი ჰოლანდიური соуსი. 5, 4, 3, 2, 1 და ხელები მაღლა. Yes, გამომივიდა. თქვენი 10 წუთი ამოიწურა.
ახლა ჩვენ ჩამოვივლით და სათითაოდ შევაფასებთ თქვენს მიერ მომზადებულ ჰოლანდიურ соуს. ნახოთ. და ვიწყოთ აქედან. მოდიან შეფები უყურებენ ჩემს соуს. გემოზე კარგია, მაგრამ თხელი. ცოტა ღვინო მებევრება და ლიმონი მაკლია. კარგია. კარგია. აჭერილი არ არის, სისქე კარგი აქვს, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი. სისქე არ აუშავს, ცოტა მარილი აკლია. აჭერილი არ არის. ტექსტურა კარგი აქვს. ლიმონი აკლია. ცოტა მარილი და ზოგადად კონსისტენცია კარგი. კარგი. ცოტა თხელია, სისქე აკლია. სიმჟავე ახაც გაქცეულია. ჩემთვის ცოტა ღვინო აქვს ძალიან. აქაც სიმჟავეა მე. ცოტა შაქარი აქვს. დიაბა კოტე. ტექსტურა ძალიან კარგია. ტექსტურა კარგია, კნავ. ოდნავ ლიმონს დავამატებ. და ცოტა მარილს ავდა, ცოტა. ტექსტურა მშვენიერი. უკვე ცოტა მშვიდდები. ცოტა მეტ ლიმონს დავამატებ და სიმლაშე ანუ გემო კარგია. ცოტა მარილი ბევრია. შენ შეყვარებული ხარ ეთქო. აბსოლუტურად ყველას აქვს სხვადასხვა ფერის. სხვა ფერის კვერცხი ქონდა თუ კარაკი? რისი კვერცხებით გააკეთე? კვერცხი არ ვიცი, მაგრამ კარაკი პრეზიდენტის იყო. აგერ ნაზია კი, ძალიან ნაზია. ბარმენის ხელი გამოადგა. ვუყურებ თვალებში და მოსწონთ. შეფებს მოსწონთ ჩემი ჰოლანდიური соуსი. გემრიელი არის, ფაქტურად კარგი. გემრიელია. წვეთებს დავამატებდი ლიმნისას. კი, უნდა. მართლა გამომივიდა. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ და შევაფასეთ 11-ივეს მიერ მომზადებული ჰოლანდიური соуსი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო. თუმცა, რამოდენიმე თქვენგანმა კარგად გაართვა თავი დავალებას და მოიპოვა იმუნიტეტი. პირველი, ვინც საუკეთესოდ მოამზადა ჰოლანდიური соуსი. არის გიორგი ჭავჭანი. კიდევ ერთი მონაწილე, რომელმაც კარგად გაართვა თავი ჰოლანდიური соуსის მომზადებას, არის მარია. ძალიან მიხარია. გიორგის და მარიას შეუერთდება კიდევ ერთი კანდიდატი, თამარი. ჩვენ გვყავს კიდევ ერთი იმუნიტეტის კანდიდატი, რომელიც შემოგიერთდებათ და ეს აღმოჩნდა დავითი. Yes, აბარა.
და გავფრინდი სცენაზე, მივფრინდი და ამოუდექი გვერდი. როგორც მივხვდით, 11-ში ყველაზე მეტად და კარგად თქვენ გაართვით დავალებას თავი. და საინტერესოა თუ რომელი თქვენგანი აღმოჩნდება იმუნიტეტის მფლობელი. დიდი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 4-ვე მოგახვედროთ ამ იმუნიტეტში. გილოცავთ, იმუნიტეტის მფლობელები ხართ, თქვენ გამოტოვებთ გადავწყვეტ ბრძოლას. ამიტომაც ახლა შეგიძლიათ შვიდად გადაინაცვლოთ მეტროპოლის ოთახში და ადევნოთ თვალი გადამწყვეტ ბრძოლას. გამაჟრია 4-ვე რო თქვა იმე. იმუნიტეტი. დამაჟრიალა მთელს ხელში. დღეიდან დამიძახეთ უფრო პროფესიონალი. შემდეგზე თუ კიდე გადავედი, მე დამიძახეთ ძალიან პროფესიონალი. შემდეგზე თუ გადავედი, დამიძახეთ ყველაზე პროფესიონალი და შემდეგზე თუ გადავედი, დამიძახეთ სუპერ პროფესიონალი და თუ მოვიგე დამიძახეთ სუპერ ყველაზე მაგარი ძალიან ძლიერი ბეგიაშვილი დავითი პროფესიონალ შეფ ბარმენ მიქსოლოგ ბარისტა ღვინის სომელიე ლუდის სომელიე წერალ კონტენტ კრეატორი. დანარჩენებმა კი ჩაიცვით შავი წინსაფრები და მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის. რომლის შემდეგაც პროექტს დატოვებს ერთ-ერთი თქვენგანი. სამუდამოდ. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო. ამისთვის მოვედით, რო აქ სამზარეულოში ვიტყვი. თაივანზე დგომა ძალიან მარტივია. დადგა გადამწყვეტი დავალების დრო. რის შედეგადაც ერთ-ერთი თქვენგანი დაემშვიდობება MasterChef-ის დიდ სამზარეულოს. და თუ ვინ მოხვდება MasterChef-ის მე-12 სეზონის საუკეთესო ათეულში, დღეს გადაწყეთს საიდუმლო ყუთი. ჩემების წინ ხედავ საიდუმლო ყუთს, მაცვია ჩემი შავი, ახალი, ლამაზი წინსაფარი, რომელსაც მგონია რომ დღეს დავტოვებ. და თუ რა არის ამ ყუთში? ამ ყუთში არის ის ინგრედიენტი, რომელიც თქვენი კერძის ერთ-ერთი თუ არა მთავარი პროდუქტი უნდა გახდეს. ეს ინგრედიენტი დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს თქვენგანს სახლში მოგეპოვებათ. შეიძლება იყოს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტიც. ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს. ტკბილია, ხან იწვება, ხან უმად შეგიძლია მიირთვა. არის დიდიც და არის პატარაც. და ეს ინგრედიენტია 1 2 3 და ой საოცრება ყუთი დევს ბანანი. ეს ინგრედიენტი აღმოჩნდა ბანანი, რომელიც მგონია რომ მოსახლეობის უმეტესობის ძალიან საყვარელი პროდუქტია. ბანანი. ბანანი. წარმატებები მეგობრებო. ვისთვის აღმოჩნდება ეს სახლში წასვლის პროდუქტი, ამას დავალების შემდგომ შევიტყობთ. ფიქრობ რა უნდა ვუყო აი ხლა ამ ბანანს. ბანანი პირველი ასოცირდება მაიმუნთან, ჩვენთან და პალმებთან და ტროპიკებთან და რავი მე აფრიკასთან. ძალიან გემრიელი. შეგერგო. მადლობა. ევანდელი დავალების თავარი გმირი, როგორც ხედავთ, არის დელმონტეს ბანანი, ენერგიით სავსე და გემრიელი არჩევა, რომელიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ნიკორას სუპერმარკეტსა და ლიბრეში. ყოველი ნაყოფი ირჩევა ხელით, ინახება სპეციალურ პირობებში, რაც სჭირდება ზოგადად ბანანს და ასე ინარჩუნებს ბუნებრივ სითბოს. დღეს თქვენ უნდა შექმნათ კერძი, რომელშიდაც ბანანი იქნება მთავარი ვარსკვლავი. იქნება ეს სალათი, ცხელი კერძი თუ დესერტი, არჩევანი თქვენზე. დავალება არის ბანანი, რაც არის საკმაოდ რთული. პენკეიკები და რაღაც ესეთი გამიკეთებია, მაგრამ როგორც ასეთი კერძი არასდროს.
თავარია რომ ბანანი იყოს წამყვანი გემო, რომლის გარშემოც გაერთიანდება ყველა დანარჩენი კომპონენტი. დავალების შესასრულებლად გაქვთ ზუსტად 1 საათი. ჩემი ტვინი დაკავდა ბანანიზმით. ბანანისაგან ტკბილის მომზადება, მოდი ასე ვთქვათ, ყველა შეუულია და უნდა გააკეთო ისეთი, რაც იქნება საინტერესო და ამიტომ მინდა რომ სამეგრელო და სომალი გავაერთიანო და რაღაცა საერთო კერძი შევქმნა. აბა, მზად ხართ გადამწყვეტი ბრძოლის. დინახშე! კარგია. მაშინ 1 საათი ჩაი. თავარი ინგრედიენტი რაც მჭირდება არის დელმონტეს ბანანი. ჯორჯიტასგან ავიღებ ქარისუნელს, ავიღებ შავ პილპილს, იმიტომ რომ ორივე მჭირდება. დღეს მე დამჭირდება პრეზიდენტის კარაქი, ასევე გალბანის პეკორინო. რაც თავარია, ჩემი კერძისთვის დამჭირდება დელმონტეს ბანანი. ავიღებ უმაღლესი ხარისხის ლა ფამილიას კბილს და მარილს. დამჭირდება ნინჯას ბლენდერი, აუცილებლად ძალიან მიყვარს ეს თან. სანტედან აუცილებლად დამჭირდება გაწურული მაწონი. ფინოსაგან მჭირდება საცხობი ქაღალდი. გავიყოლებ სანდომის ვაფლს, რომელსაც მზადების პროცესში მივიწყებ. ბანანის ტურია და აუცილებლად დამჭირდება დელმონტეს ბანანი, რაც შეიძლება ბევრი. ჩემი კერძისთვის დამჭირდება კვალიკოს ქათამი. ამას ავიღებ. ფასოდან დამჭირდება აუცილებლად ექსტრა ვირჯინ ოლივოილი და ჩვეულებრივი ოლივოილი. ჩემი იდეალური დამხმარე სამზარეულოში იქნება სელპაკი, რომ იყოს სუფთავე. გავიყოლებ ბორჯომს ენერგიებით დასამუხტად. დღევანდელი კერძისთვის დამჭირდება თლიანი საფერავი, არის უგემრიელესი და ძალიან მაგარი დონის ღვინო. და რაც თავარია დელმონტეს ბანანი, რომელიც როგორც გავიგე, იდეალურად ინახება, რომ საუკეთესო გემოები მოგვცეს. დავიწყოთ თლიანი ველის ღვინი. ვაკეთებთ ღვინის სოს, გადავწყვიტე გავაკეთოთ ბანანის დესერტი. გაუმარჯოს ათეულში მოხვედრას. ქალბატონო ეკატერინე, გემრიელი ბანანი რომ მოვამზადოთ, თუ შეიძლება რა. შენ გაგასინჯებ პირველ. ურმესი მადლობა, დიდი სიამოვნებით გავსინჯავთ. ჩემი კერძისთვის გამოვიყენებ დელმონტის ბანანს. აბა, გავსინჯოთ. უგემრიელესი. ძალიან საინტერესო დავალებაა და გადავწყვიტე რომ ავირჩიო არასტანდარტული არა დესერტი ბანანისგან, არამედ ძირითადი კერძი, რომელიც უფრო გადის ცხარე, მლაშე და ისეთ საინტერესო გემოებში ინდურ სტილში წავიდე. ვიყენებ ჯორჯიტას ბასმათის ბრინჯს, ვამზადებ ბანანის ქარის. ბრინჯი, ქათამი, ლოსტნეული. როგორ ფიქრობ, თავარი ინგრედიენტი ბანანი იქნება თუ ქათამი და კარი? თავი ინგრედიენტი ბანანი იქნება. იქნება, ისე არ დაკარგავს. ამ დავალებისთვის ნამდვილად მზად არ ვიყავი და ამიტომ ძალიან სანერვიულოა, მინდა რომ მოვასწროთ ან არ ვიცი რა გამოვა. ბანანის დავალება გვაქვს, ვაკეთებ დელმონტის ბანანით მეგრულ სომალურ კერძს. ვიყელე ხვალიკოს ქათამს, უნდა ამოვიღო ფილეები. დღეს მინდა რომ შეფები ვამოგზაურო, სომალის გავლით მოხვდებიან ისინი სამეგრელოში. და მე ცოტა ხანი ავიყვან კიდე სვანეთში. ენგურჰესამდე მივიყვან, მე არა რა. სომალური კერძი არის, თავისი სომალური აჯიკით და მთლიანობაში შეიძლება. და შენია ბანანი არ დაკარგო. 20 წელი ბანანი მიდევს და სად უნდა იკარგოს? არა, არ დაიკარგება ბანანი. რანერად ქათამი უკვე მთავარი პროდუქტია. ეს პომიდორში დევს, იქ соуსი ბანანი სადა. ბანანი ცოცხლად ლაგდება, ცოცხლად უნდა მიირთვათ ამ კერძთან ერთად და ასევე მოყვება ბანანისაგან ახლა ჭვიშტარი უნდა დავაცხოთ და იქნება კიდე ტკბილი. და მთლიანობაში იქნება ბანანის უნდა დააცო ჭვიშტარი. კი. ბანანის ჭვიშტარს შემოყავდა. ეს ღომია? ეგ არის ბრინჯის ღომი. წავედი შუა აღმოსავლურ და ქართულ გემოებზე იაპონური დანამატებით. აუცილებლად უნდა გამოვიყენო ბასოსეთი. იქნება ბანანის და ყველის მიქსი, ქეშიუსთან ერთად, რადგან ქეშიუ ძალიან უხდება ბანანს. დღეს არანაირად არ გეგმავ რომ პროექტი დავუტოვო. ასე რომ ეს შავი წისაფარიც არც მაშინებს ჯერჯერობით. აკარგია. ზოგი ქვემოთ ამზადებს. და ვისაც იმუნიტეტი გვაქვს. ბანანს მივირთმევ. ტკბილად, გემრიელად, სანერვიულო გემრიელესი ბანანია. Cheers. კარგად ვერთობით, სვავთ, ვჭამთ, არაფერი არ გვიჭის, შოუც არის. გადმოიხედავს ანახაობა, დიდ ტელევიზორზე უყურებ MasterChef-ს. ნიღბებით რომ ბოსების ხედან Squid Game-ში, თავი იქ მგონია. მეთქი მე ვარ აქ ყველაზე მაგარი და ძლიერი.
მაცვია შავი წინსაფარი და ძალიან არ მინდა რომ დავტოვოთ დღეს ეს და ისე წავიდე სახლში, ამიტომ ვეცდები რომ წინა შეთქმულებზე ვისწავლო და შეფებს მოვმზადო შესაბამისი კერძი. დღეს ვამზადებ ბანანის რავიოლს, ვიყენებ ლა ფამილიას ფქვილს. ჩემი favorite შეფი. არა. რას გიმზადებ? აბა რა ვიცი რას გიმზადებთ. იმას შვები მე იმპროვიზაცია. არა, მასკარპონე. და ნაღები. და რას ამზადებ? კარამელიზებულ ბანანას, ეს კრემი იქნება base და ღვინის reduction სოსით და ნუშს მოვაყრი ბოლოს. ნახევარი საათი დაგჭა 26 კი მოვასწრე. ხო? კი, აბა რა. ვიყენებ ფინოს პლასტიკს ცოტა ხანი დავასვენო ჩემი რავიოლის შიგთავში. ლაშები, გინდა დაგიჭრა, ამორი მოგეხმარები ცოტას, აბა. თითი არ მიჭრა, შენი ჭირიმე გადი გამეცალე აფერა. ალებს საერთოდ დავხუჭავ და ისე გავაკეთე. მიდი, აბა. შენ რადგან ბარმენი ვარ, იმას კი ანიშნავს საქმე არ ვიცი. ეს ცოტა ძალიან დიდ გულზე ხო არ არის, არ ვიცი. წადი მოცილდი ახლა აქედან. კარგი, ჰა. უხარია ალბათ ზემოდან რომ იყურებს დღეს. ო, ბადრიჯანი, ბანანი. ბადრიჯანი უკვე შეწყვეტ. ფორმებით გავს. ბადრიჯანი უკვე გადავწყვიტე რომ ცილოვანი პროდუქტი ეს არაფერი არ გამომეყენებინა, რადგან ბანანის გემო არ გამეკარგა, ეს არის ასე თქვა ძირი, რომელიც შერეული მაქვს, შებოლილი სულგუნი, ბანანი, გაწვეული მაწონი, ლაბნე, შებოლილი სულგუნი. და რასე კი? უნდა გამოვაცხო? არა, ეს იქნება ძირის სახით, соуსის სახით, უნდა გადავახვიო ბადრიჯნის როლები, რომელსაც ექნება ბანანის შიგთავსი, ქეშიუსთან ერთად. ქეშიუსთან. რავი. ვა, საინტერესოა. ჯუჟავ ფარშს, რათა მოვათავსო ფორმაში, ბანანთან ერთად და გამოვაწყო. ეხლა ვიყენებ კიკნოსის პამიდორს соусისთვის. ტირამისუს აკეთებ თუ რაზე? ხორცის ნამსხვალია. შენც ხორცი გაკათ? კი. აქ რა ხდება? პამიდორის соуსი, ბოსტნეული, ხათამი. რა იყო? რა გჭირ? რაღაც გემრიელი დესერტი გაგეკეთებინათ. შენც რავიოლს აკეთებ, ვინ რა? აკეთებს რავიოლს? არა, დესერტს არავინ არ აკეთებს და რა ვიცი. ეგ აკეთებს დესერტს. ნუ კაი, ერთი, ჰა. გამარჯობა, თავატონო ეკატერი, როგორ ბრძანდები? რას ამზადებ? მე მანდ ღვინოს შეგივსებთ რაღაც. მიდი, მაინც ყვილად გეხარ, მიდი. რა თქმა უნდა. აი ეს უნდა გამოვცადო ერთი რა ბარტენდერია. აუცილებლად, აი ეხლა ვიგა. 5 წელი ბარტენდერი ვიყავი ნიუ-იორკში გენაცვალე. ნიუ-იორკი? დიახ. წამიყვანეთ მე. წამიყვანეთ. თავატონო ეკატერი, მეც მინდა ნიუ-იორკში. ინაღამ დამაწვენე. ვაიმე რა ვარ ასეთი? ეხლა დაუმატე პრეზიდენტის კარაქს, ეყოფე. მაგრამ ეს რო არ გამომივიდეს, დავიღუპე. სამფენიანი, ძალიან მაგარი, ეკონომი. ვიყენებ სელფაკის ქაღალდს. ძალიან კაია სამზარეულოსთვის. სელფაკის ქაღალდით რა კარგად გამომადგა. ხოთ მიიწვით ბორჯომი საუკეთესო, როგორ მიყვარს? არა, ბატონო, თქვენ ეს გასწავლეს, უნდა დაასხა ქალბატონისთვის ჭიქაში. ახლავე ქალბატონო ეკატერი, რა პრობლემა? შეგივსებთ ბორჯომს. ბორჯომი. ვაიმე რამდენს ჰიდრატაცია, ენერგია, გამაკიშა, ხალხო. ქალბატონო ეკატერი. შენ კიდე, ვაიმე. შენი გოლფრენდი სახში ასე ხარ. დავით, გამოდი, ნუ შეაწუხე ხარ. შენ რა გინაგო, თავი მიხედე, შენ დრო გაგივიდა, 17 წუთი დაგჭა. ნინჯას ხუმელში 180 გრადუსზე გავბოსნეულს, წვრილად დაჭრილს. ლაშები, რას აკეთებთ აია? ვა ეს რა არის? დავით. ლაშები, როგორ? დიაკედა. აი შენ ხო ფიტნეს ტრენერი? ოღონდ ახლა არა. წუთნელი ხო ხარ და აი ეს სწორია, ეს თქვა ეს სწორია? ლაშები, გიო, რას აკეთებ? ხო არ მოგეხმარო? ხელი გაუშვი. დადგა დრო, მე რო თეთრი მიკეთია და იმუნიტეტი მაქვს და შენ რო აქ დგახარ ძმაო. შემდეგ იტურებს რომ არ ინერვიულო შენ. ხო, ეხლა თუ სახში არ წახვალ, შემდეგ იტურებს. მოდი. აი უყურე რა სკილები მაქვს, მე რეიტინგ ბარმენი. დამიპნევ და ახალს და იმას იზავ. ქეშიუ, ამა გავსუნდეთ როგორია. აკლია. ეს პლანერა. ისპანახი, შიფონადად დაჭრილი. ადგილ-ადგილ ხდება რომ მადი სამხსრელი ისინი გამოიწვიოს უბრალოდ სულგუნმა. საინტერესო გემოა. მადლობა შეფ. ბანანი და ბადრიჯანი. მეგონი ძალიან კარგად დააჭდება ერთმანეთს. ვიწყებ რავიოლის შეხვევას და მრჩა 12 წუთი და იმედია რომ მოვასწრებ ვიზუალურად მომწონს ჯერჯერობით. მე მგონი რაღაც არ ბილია. არ მაგრდება ჩემი ბანანების ჩიფსები. თავი დამჭრი ბანანს უფრო თხლად. რათა ხრაში უნდა გამოვიდეს. ფაია რიწვის ყველაფერი. ჩემი დელმონტეს ბანანი ახლა განიცდის კარამელიზაციას.
ეხლა სანდომის ვანილის ვაფლს მივუწმევ, რადგან კბილი კარგია ტვინისთვის და კონცენტრაციაში დამეხმარება მთელი დღის მანძილზე უჭმელობის ფონზე. დავიწყე შიგთავსის მომზადება, ვურევ და დავკარგე ბანანის გემო. და რა უნდა ვქნავ? არ ვიცი. ცოტა მაშარაფი დავასხი. ვამატებ უფრო მეტ ბანანს. რაც უფრო მეტი ბანანი, მით ბევრად უფრო უკეთესი. არ არის ხრაშვა. მაგრამ ჯანდაბა ეტაკა. ვაკეთებ მესამე თუ გამოვა თუ არა და ამოვიღებ ამენებს. ეგ იქნება. ვიწყებ რავიოლის მოხარშვას. და ჩემი რავიოლი იხსნება, იფუჩქნება. აუ, ჰაერი გაუჩნდა. მიყურებს შიგთავსი ბანანი, აქეთ დაფრინავს ყველი, იგი დაცურავს, ცომი ცალკე და დროს ვაკვირდები, არ ვიცი რა გავაკეთოთ. ერთ ცალ დარჩენილ რავიოლს ვაგდებ, ხარშავ, ცდილობ ჩემი მკვდარი რავიოლი გადავარჩინო, რომ რამე დავდო თევზზე, რომ ერთი ცალი რავიოლით არ ვიყო. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და ხელები მაღლა. ნახოთ დღეს ვის გაუცურდება ბანანზე ფეხი. დავალების შესასრულებლად მოცემული ზუსტად 1 საათი ამოიწურა. იმისთვის რომ გავიგოთ თუ ვინ გაართვა საუკეთესოდ თავი დელ მონტეს ბანანის დავალებას, უნდა დავაგემოვნოთ თქვენს მიერ მომზადებული კერძი. და პირველი მონაწილე იქნება მიშო, ხოთ თქვენი კერძი მაგიდეს. მიშო გადის, გააქვს თავისი სუფრა. უბრალოდ თქვენი ტაბლა მაგიდასთან. თქვენი ბანანი მაგიდა. შეფებს მაგიდა ხო უდევთ წინ რა და მიშომ ერთი მაგიდა მიუმატა კიდე. შეგიძლიათ გითხრათ რა მოამზადეთ, როგორ გამოიყენეთ დღის მთავარი პროდუქტი კერძში. მე ვცხოვრობდი აფრიკაში რაღაცა პერიოდი, მას შორის სომალში ვცხოვრობდი მოგადიშოში და დაგემოვნებული იქაც მაქვს ეს კერძი. ესო დაფრინავდი იქ ჩამოგსეს. კი, სუდანში, ეთიოპიაში ვცხოვრობდი და ძალიან ახლოს არიან მეგრელებთან. მეგრულათაც კი იშიფრება. ვაიმე ლაპარაკობს და ლაპარაკობს. ამ ტაბლას დავარქვი აკუნა მატატია, იმიტომ რომ სუახილის ენაზე მატატა ნიშნავს ცხოვრებას წუხილის გარეშე. რომელი აკუნა მატატა? თლიანად აკუნა მატატა. გავაერთიანე სომალი და სამეგრელო, იმიტომ რომ ძალიან აკუნა მატატა. გახსოვს? აკუნა მატატა. კი. ცხოვრება წუხილის გარეშე, იმიტომ რომ სასიამოვნოა ყველაფერი და უნდა იკაიფო ცხოვრებით რა. ესე არიან იქ რა და ძალიან მომწონს კიდევ. ეხლა აგიხსნი ტაბლის შინას. ეს ერთი კერძი არ არის? ეს არის ბრინჯისაგან, მისაყოლებლად იქ აქვს ბრინჯი, ფანტია. აი აგერ ღომი აქვს გაკეთებული. ღომათან ეს ფოსფორისფერი ბრინჯია. კი. ლაპარაკობს 1 საათი, 2 საათი, 3 საათი. ასევე გავაკეთე სომალური კერძი, რომელიც კეთდება მიხეილ გაჩერდი. კარდამონია, ძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამათ კარგი. და ცოცხალ ბანანთან ერთად იჭმევა აუცილებლად. ცოტა ხანი გაჩუმდი. რომელსაც მოყვება ჭვიშტარი, რომელიც ბანანისაგან გამოვაცხე და ასევე ბანანის, მანდარინისა და შტოშის ესეთი ტკბილეული არის ციცაკის მურაბით. აღარ ილაპარაკო იმდენი ილაპარაკო. ბოდიში. ეხა გვაჭამე. ჭადი შეგიძლიათ მიატანოთ, ანუ ჭადი არის გამაერთიანებელი ტკბილსა და ძირითად კერძს შორის. შეგიძლიათ ტკბილსაც მიაყოლოთ და შეგიძლიათ ცალკე ტკბილს ან ცალკე ქათმის კერძს, ორივეს ერთად.
ან იმას აყოლებთ, ან იმას აყოლებთ და ეს არის დამაკავშირებელი ტკბილსა და იმას შორის. შეფლევას ამოეწურა მოთმინების ფიალა და იძახის. გავიგეთ. მედიატორი. გავიგეთ. ეგ არის ცხარე соуსი ბასბაასის. შეიძლება ეს ისტორია კარგად მოყევი ესე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბანანი არის დამატებითი ინგრედიენტი, რომელიც აი აქ თავარ ინგრედიენტს არ მიდასტურებს რომ იყოს. რაც შეეხება ამ სმეს, ეს ძალიან კარგია, ჭადიც კარგია და ეს соусიც ძალიან კარგი სიცხარით და ძალიან კარგი არომატით სწორად შემოდის. წამყვანი უფრო აი ეს соуსია შიგნით რაც გვაქვს თლიანად და ხომი ვიდრე ბანანი. მაგრამ ძალიან კაია. გააგევრიელია. ჭადიც კაია. ბანანის გემო არ იგზნო. ბანანი არ ჩანს რა, ბანანი არის როგორც შვილობილივით არის. გვერდიდან. დესერტი არის ძალიან გემრიელი, ჭვიშტარში ბანანი არ იგზნო. მადლობა. გაგვიმარჯოს და ჩვენს შემდეგ ტურს გავუმარჯოს. შემდეგი მონაწილე, რომელიც წარმოგიდგენს ბანანი დელ-მონტეს კერძს, იქნება თაია. კერძი მაგიდასთან. იმედია ბანანი არ მისვია ხო ტუჩებზე? ტუჩებზე არა, მან თუ არის თორე. აბა გითხარი რა მოამზად. ბანანის ქარი. უშუალოდ ქარის соуსში არის ბანანი. соуსში არის ბანანი თუ соуსია ბანანი? соуსია ბანანით, ანუ соуსშია ბანანი. გაჭრილი ბანანი და соуსი თუ გათხოვილი ბანანია соуსი. დაბლენდერებული соуსში და соуსი არის соуსში არის ბანანი და соуსი არის ბანანის. ბანანის соуსი. ბრინჯი არის გასანეიტრალებლად, ანუ ნეიტრალურად არის მომზადებული, ასევე ქათამი უბრალოდ გამოვიყენე, ასევე ნეიტრალურად და კარამელიზირებული ბანანი. ბანანი соуსში ბანანით. კარამელიზირებული ბანანით ზემოდან. ბანანი ჩაბანანებულა, საბანანეში გაბანანებულა. აბაჩქარა თქვი. კარგია, ოღონდ ჩემთვის ცოტა აი ქარის აი სუნელები, აი სპეციფიკა, ის რაც არის, აი ოდნავ აქ. აი გემო ინტენსივობის არა. სიცხარე კარგად მიდის. ანუ ქარი უფრო ისეთ ტიპია, რა მძაფრი ტიპია რა. რა როიძახ ქარის, ველოდებით ქარის. შეფების წინ რო ვდგავარ, ძალიან მიჭირს ემოციების კონტროლი. უთხარი non piangere mi piccola, non piangere. გადავიხედე და თაია ტირის. რა გატირებს გოგო? რა გატირებს? ვაი, მე უყურებ კერძი კაია, გოგო კაია, მაგრამ ტირის. მე უნდა ვიტირო, იმიტომ ცხარე არ მიყვარს, შენ რა გაწეს. აი, თაია, ნუ ტირი, დაწყნარდი ცოტა ხანი რა. ჩემთვის სრულიად მისაღებია. ეს კარი соуსი ბანანით.
შეფ მანუელი ეუბნება, რომ კარგია და თაია მაინც ტირის, თაია ხო, ნუ ტირი ხარ. სრულიად მისაღებია ბანანის იგრძნობა. დროულად იტირა, ხო? ეხაც მეტირა. ქათამი სად არის? სადღაც ესე რა, შუაშია რა. და ბრინჯი გამართლებულია თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ აბალანსებს და ნეიტრალებს გემოებს. ხო, ერთადერთი აქ ცოტა მე შაქარს მოვითხოვდი მე აი ამ კარამელიზებულ ბანანში. აი ხა გაიღიმე? მადლობა თაია დაუბრუნდით თქვენს ადგილს. მოდი ღვინო გინდა ღვინო. შემდეგი მონაწილე ვის კერძსაც დავაგემოვნებთ. ეს არის ნინუცა. ნინუცა გქონთ თქვენი ბანანის კერძი მაგიდასთან. ბანანის კერძი და ცრემლები. ნოპ. აბა, მოკევი ეხლა. მოგიმზადეთ რავიოლი, შიგთავსი არის ბანანის პიურე და გორგონზოლა, ასევე სიცხარისთვის ცოტა წიწაკას დავამატე, მოყრილი მაქვს კარაქში მოყვანილი ქეშიუ და ნუშის ფანტალები. ბოლოში მოვასხი თაფლი, რომ ცოტა სიტყვა წამოიღოს, მაგრამ არა ისე, რომ მკვეთრი იყოს და ასევე მაქვს გამოყენებული ზემოდან შემწვარი ბანანი. უკვე თვალებში ვკითხულობ, რომ соуსი აკლია, ძალიან მშრალია. соуსი აკლია, აშკარად და უდაოდ შენს კერძს, მაგრამ ისო დღევანდელი დღის მთავარი თემა ბანანია და კიდევ ბანანი. როგორც სამზარეულოში, ფრანგულში კარაქი, კიდევ კარაქი და კარაქი. თქვენს კერძში ეს კარგად იგრძნობა. ანუ საკმაოდ კარგი არომატი მოდის შიდა გულიდან, საკმაოდ კარგი არომატი ხვდება გარედან. და აი ეს კრისპი ფანტენებით ძალიან კარგად ახრავშუნებს. ცომით ძალიან კარგი ალდენტეა. დამაგდა соуსი. მადლობა. ცომი ძალიან კაია რავიოლის. ხოთ ზომაზე შეიძლება გარკვეული პრეტენზია გამოხატოთ, რომ რავიოლონისკენ მიდის ვიდრე რავიოლისკენ. რავიოლი არის პასტა, რომელსაც ჭირდება соуსი. соуსის გარეშე რავიოლი ხინკალ შიგნით აქვს, ამას გარედან აქვს. თემაში ზის, ერთადერთი соуსი აკლია. შემდეგი იქნება თორნიკე ნასარიძე. კერძი მაგიდასთან. მე მოგიმზადეთ საქონლის ფარში ბანანთან ერთად, соуსათა აქვს პომიდორის соуსი. ზევიდან აქვს ნივრიანი მაწონი. ცოტა სიმჟავე, სიტკბო და ოდნავ სიცხარე რა. გემრიელია, მაგრამ ცოტა როგორ არის, ეს პომიდორი, ცისიც, ცოტა ფარავს ამ ყველაფერს, მიხვდი? ან მას ცოტა მეტი უნდა დაგელაგებინა, რომ ეს ინტენსივობა კარგად წამოეღო რა, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერთან ერთად უდაოდ გემრიელია, მაგრამ ანუ აი სადღაც ჩანს ბანანი. გასაგებია. ანუ ბანანი კი ახლა არ იგრძნობა, მიხვდი იმდენად ინტენსიური გემოება. აბა ჩემი პირი რა სიტყვის. პომიდორმა აჯობა ბანანს. უფრო აი ბეშამელის соуსისნაირი რაღაც რო ქონოდა, რაღაცა ნეიტრალური ბაზა, ეს ყველაფერი უფრო მკაფიო და ისეთი იქნებოდა. გემრიელი არის, მადლობა. შემდეგი მონაწილე, რომელიც შემოგთავაზებს დელმონტეს ბანანის კერძს, იქნება თორნიკე.
მოვამზადე ბანანის ნიოკი დამწვარ კარაქთან ერთად. მოკლედ და კონკრეტულად. აბა იმას კი არა, რამდენი ილაპარაკა. მის შესაძლებელი. რამდენი აქ ნაფრენი. უცებ თქვა კაცმა და ეგა. ცალსახათრო ნიოკი არის მაგარი. ნიოკი უნდა იყოს ნაზი. соуси ძალიან მოუხდა, ძალიან კაი соусია დამწვარე კარაქის. და ჩიპსები კაია, ერთადერთი აი ნიოკი მოიგოჩნებს. გასაგებ. ეს соуსი უდაუდგემრიანია, რაც ქვევით არის თავის აი მხრატუნა ინგრედიენტებთან ერთად. და ნიოქს ძალიან მაგარი, აი ხინკლის შემწვარ კუჭს გავს თუ მოხარშულს, რომელიც შიგნით არც არის მოხარშული და რაღაცნაირად ჩადის კბილი მასში. ხინკლის კუჭებს რო გაიტან ესეთ კონკურსში, არ ვიცი. შემდეგი კონკურსანტი, ვის ბანანის კერძსაც დავაგემოვნებთ, ეს არის გიორგი. გიორგი, გთხოვთ თქვენი კერძი მაგიდასთან. ვეთხარი რა მოგვიმზადე? და როგორ წარმოაჩინე ბანანი მთავარ პროდუქტად? მე გავაკეთე ბანანის და ბადრიჯანის ხვეულები. ბანანი და ბადრიჯანი? არ ვიცი. ჩიქთავში არის ბანანის და მასკარპონეს მიქსი. ეს ბანანის ჩიპსია? არა, ჩვეულებრივი მჭადი არის, თხლად გამომცხვარი. უბანანო? კი. ნახოთ. გამოყენებული მაქვს მისოს გლეიზი. ძალიან უხდება ბადრიჯანი ბანანს. მადლობა შევ. როგორც შეფ კონსტანტინე მოუხდინა მარწყვიდან იური ერთმანეთს, ეგრე მისმა ოქროს წინსაფარმა ბადრიჯანი და ბანანი. თავიდან რომ ეს ექსპერიმენტს ატარებდით, მაშინ დავინახე გემონდა მაინტერესებდა როგორი იქნებოდა და ჩემი წინსაფარი ამართლებს. მადლობა. მადლობა შევ. ვისაც არ უნდა ეთქვა, რომ ბადრიჯანი შეიძლება ისე მოუხდეს ბანანი. მე ვერ დავიჯერ, მაგრამ მართლა. ეს არის აღმოჩენა, რომელიც ნებისმიერ მზარეულის ცხოვრებაში ხდება. ჩემთვის ეს იყო ნამდვილად აღმოჩენა. ასე რომ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შევ. მადლობა დელმონტეს რომ მოგცა დღეს ესეთ საშუალება. ძალიან დიდი მადლობა. სიზმარში ვარ. არა, ვარ სიზმარში, სიამდვილეში აქა ვარ. აბალება. აბა ვნახოთ. რა არის ამისთან? მართლა გავგვიჟდეთ. ძალიან გემრიელია. ბადრიჯანი ბანანი. მართლა ძალიან უხდება. ძალიან კარგია. ბიჭმა ბანანი მოუხდინა ბადრიჯანს და მომავალში რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. ნიორსაც დავამატებდი ცოტას ბადრიჯანს. აი, ძალიან მოუხდება. მადლობა ძალიან. მადლობა გიორგი, დაუბრუნდით თქვენთან. კბილი ლუკმა ბოლოს. ეკატერინე მაგიდასთან ბანანის დესერტთან ერთად. გადის ქალბატონი ეკატერინე ვალსის და ტანგოს ცეკვით შეფებთან და აქედან ბანანები მეცეკვებია. აბა ვნახოთ რა მოგიმზადებ. ესე იგი მოგვიყევი, აბა რა ხდება აქ?
არ ვიცი, რაღაც იმპროვიზაცია გავაკეთე. კარამელიზებული ბანანი. კი ბატონო. გავაკეთე კრემი, მასკორპონე და ცოტა რომი უქენი, ცოტა სინამენ და ნუშის რა ქვია, ფანტელები მოვაყარ. და ნახეთ ყვავილები რა ლამაზი. არაჩვეულებრივი. მოგეწონათ? ყველა სუსტი წერტილი ამ დესერტის არის კრემი. მოგეწონათ? სუსტი. სუსტი. ბანანის კარგია. კი ჩაგეხუტო. ბანანის კარგია. ხო, მეთქი მოდი ჩაგეხუტო. ძალიან დამწყდა გული. კრემი მეგონა ყველაზე კარგი სხვათა შორის. ჩემთვის კრემი არის არ არის. არის და არ არის. რა ვიცი. სოუსი გაია. მაინც ხო გაია დესერტი რომ დაამოლე. კი, ნუ ბოლოში კარგია. ბოლოში. კრემი არის ძალიან სუბოქი რაღაც. ძალიან მარტივად მოგინდა რომ დავალებისთვის თავი აგერიდებინა. სამაგიეროდ ერთადერთი ვარ, ვინც დესერტი გააკეთა. შედი აფრიკაში წავიდა ზოგი სადღაც და ამან უცებ ჰოპ შევწვი ბანანი. დიდი მადლობა. შეგიძლია დაუბრუნდეთ თქვენამდე. ალილუია. ჩვენ უკვე დავაგებულეთ ყველა თქვენთაგანის მიერ მომზადებული კერძი. სულ მალე გავიგებთ თუ ვინ ვერ გაართვა თავი დელმონტეს დავალებას და ვინ დატოვებს სამუდამოდ მასტერშეფის დიდ სამზარეულოს. და მე რომ მიყურებს. თუმცა მანამდე ჩვენ უნდა დავასახელოთ საუკეთესო კერძის ავტორი. მონაწილე, რომელიც საუკეთესო კერძის ავტორი აღმოჩნდა, იყო დღევანდელ დღეს ინოვაციური კერძი, რომლის ესეთი რადიკალური შეხამებაც ძალიან საინტერესო და ძალიან ორგანული აღმოჩნდა. ეს კერძი იყო ჩემთვის და ჩვენთვის გიორგის შენი კერძი. დღეს შენ გახდი საუკეთესო კერძის ავტორი და გილოცავ. ძალიან დიდი მადლობა შენ. ჩემი თავით დღეს ნამდვილად ვამაყობ. ახლა კი დადგა დრო დავასახელოთ სამი აუთსაიდერი. პირველი აუთსაიდერი გახლავთ მონაწილე, რომლის კერძმაც ასე ვთქვათ. ვერ თქვა სიტყვა. ვერ თქვა სიტყვა, თუმცა ყველაზე ბევრი ბანანი მას ჰქონდა. ეს არის ეკატერი. არ დაუკრათ. ჯერ. და გული მწყდება, რომ დღეს ჩემი დესერტი არ გამოვიდა ისეც, როგორც მოველოდი. მეორე აუთსაიდერი, რომელიც ეკატერინეს გვერდით დაიკავებს ადგილს, არის თორნიკე ჭილაშვილი. სამწუხაროდ თორნიკე თქვენი ნიოკი დღეს ვერ შედგა. და მესამე აუთსაიდერი, რომელიც შეუერთდება ეკატერინეს და თორნიკეს, ეს არის მიშო. გამარჯობა. მოგიხსენებათ, რომ დავალება იყო ბანანი, რომელიც უნდა ყოფილიყო მთავარი ინგრედიენტი კერძში. და აუცილებლად რა თქმა უნდა ყოფილიყო ის კრეატიულობაც, გემოც და ყველა ის კრიტერიუმები, რაც ჩვენ გვჭირდება ხოლმე მასტერშეფში, ხო? რაღაცა ინოვაციურიც, რაღაცა გემრიელიც, ვიზუალიც და ასე შემდეგ. რაც სხვებთან შედარებით არ ვამბობ, რომ ცუდი იყო, უბრალოდ სხვებთან შედარებით იყო ნაკლებად ეს დავალება შესრულებული. მიშო, შენი კერძი ძალიან კარგი იყო, გემრიელი იყო, ეს აღვნიშნეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ის მოცემულობა, რაც ჰქონდა ჩვენ, რომ ძირითადი უნდა ყოფილიყო ბანანი და არა სხვა რამ, ეს არ მოხდა, ხო?
ამიტომ დღეს შენ განსხვავებით იმისა, რომ აი ამ ორისგან შენი კერძი შედარებით უკეთესი იყო, შეგიძლია დაუბრუნდეს შენს ადგილს და ეს ყველაფერი მე შემდეგში გაითვალისწინო. დარჩით ორი. ეკატერინე, თქვენ, რომელმაც დავალებას გონია რომ თავი აარიდეთ და გინდოდათ მარტივი გზით გამოსულიყავით იქიდან. სიმარტივე ხანდახან კარგია. მაგრამ იმ სიმარტივეში თუ აი ამ წვერვალს ვერ აღწევ, ის სიმარტივე ქრება. არ მინდა რომ დავტოვო პროექტი. და თორნიკეს კერძი იყო იდეა, რომელიც ვერ შეასრულა. მისი კერძი უფრო კრეატიული იყო ვიდრე თქვენი. ამიტომ თორნიკე დაუბრუნდით თქვენს ადგილს. ხოლეცა. ეკატერინე, სამწუხაროდ დღეს თქვენ ტოვებთ შოუს. მოიხსენით წინ საფარი, დატოვეთ თქვენს ადგილას და შეგეძლიათ თქვენს ყოფილ კონკურენტებს მინდა გითხრათ. მიმართოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, შეფებო, რომ მომეცით ეს საშუალება, რომ გავიარო ამდენი რაუნდ, რადგანაც ეს იყო ძალიან აი ახალი, ძალიან interesting და რო იტყვიან, რომ ეს მთელი ცხოვრება გამყვება ეს journey. ეს თქვენი დამსახურება იყო. დიდი მადლობა მართლა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ძალიან მიყვარხართ ყველა ხართ აი amazing და ძალიან გამიხარდა რომ ყველა გაგიცანით. ეს ყველაფერი ღირდა ამათ. დიდი მადლობა. 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 ამას ვერ დავტოვე. ეხა ღვინო მომიტანეთ. დანარჩენებს კი გილოცავთ, თქვენ უკვე საუკეთესო ათეულში ხართ და კიდევ ერთი ნაბიჯით მივახლოვდით სანატრელ ტიტულს. მე ისევ აქ ვარ და რა თქმა უნდა არცერთ წასვლასაც არ ვაპირებ. ჩვენ კი ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ზუსტად ერთ კვირაში. პირველ არხზე საღამოს 10 საათზე. დაგველოდით. MasterChef-ის დიდ სამზარეულოში რა თქმა უნდა. შევხვდებით მომავალ კვირას და რა ვიცი, აბა იქნებ მართლაც გავხდი ძალიან პროფესიონალი. სადარი ღმერთი დაველაპარაკო. მადლობა.